ყველა რომ ბათუმელი და ქვიარი იყო. მე ვარ. სამოჭაელი. და მინდა რომ ცოლად გავყვე. ძალიან მიყვარს. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მე ინგა მილენიალი და გიორგი ჯენზი ვითამაშებთ ესეთ თამაშს. მოკლედ ჩვენ გვაქვს აქ სელებრიტი სახელები, ქართველების და უცხოელების და მე და გიორგი გამოვიცნობთ რომელია queer friendly და რომელი არა. მაშინ დავიწყოთ თამაში და ჯეირანით გადავწყვიტოთ ვინ იქნება პირველი. ჯეირანი. რა თქმა უნდა, მილენიალი, რა თქმა უნდა, სულ იგებს მეგობრებო და ეხლა ამოვიღებ. ილონ მასკი. ილონ მასკი, რა თქმა უნდა, არის ჰომოფობი, შინელი საზღარი ადამიანი. დავყუჭოთ მეგობრებო და გადავაგდოთ. მიდი, გიო. ნიკი მინაში. ბოლო პერიოდში რაღაც სკანდალში გაეხვა ტრამპს რომ მხარი დაუჭირა. მაგრამ მაინც მგონია რომ ზოგადად queer friendly არის. შინაგანად. ელაია? ხო. ანუ ტრამპს რომ მხარს უჭერ, ცოტა აბერტები როგორ უნდა იყო რამე ელაი, რამე კარგის ელაი, მაგრამ არ ვიცი, ხო. რაც ჩვენ არ ვიცით, იყო და აღარ არის. ეს შეუპასეთ. აბა მე მელ გიბსონი აბსოლუტურად ჰომოფობი ადამიანია, რომელსაც აი უამრავი კომენტარი აქვს გაკეთებული და არც ბოდიში აქვს მერე მოხდილი და არაფერი, ამიტომ აი ჩვეულებრივად მიუხედავად იმისა, რომ მაგის ფილმები მიყვარს. და რითი ასაბუთებს? რომელი ჰომოფობი რითი ასაბუთებს? ხო რა ვიცი. არაფერბოდ არიან, მიდი. გიული ჩოხელი. ძივა. ვიყვარს გიული ტოპკალი. ყველანაირად ხონდა, ნუ აი ყველანაირად. queer friendly არის და ხო, სხვანაირად არ შეიძლება რომ იყოს ჩვენი აზრით, ხო. ის queer friendly უნდა ვთქვათ თუ queer ელაი. queer friendly-ზე მახსენდება eco friendly. ხო, ელაი, მე შენაკევი ეგრეთ ვთქვით, რომ მე ელაის ვეძახი. ხო. ელაი. თქვენ ჯენზის. დათო ევგენიძე. დათო ევგენიძე. აი მე რატომღაც მგონია რომ კულტურის ყველა მოღვაწე ვისთანაც შეხება აქვს, ვისაც შეხება აქვს ლიტერატურასთან, კინოსთან, მგონია რომ ყველა არის queer ელაი. ვიცი რომ ეგრე არ არის, მაგრამ რატომღაც წინასწარი დაწყობა ეგეთი. დათო ევგენიძე, აი მგონია რომ კიდია. ყველაფერი. აი ეგრე მგონია. მარტო თავის ბენდენები აღელვებს. Snoop Dogg. ჩვენი აზრით? არა. კი. კი. სხვათა შორის. კაი. Hip-hop-ის ლეგენდარი და ძირითადად მაგ მიმდინარეობას ახასიათებს ტექსტებში ჰომოფობიური ქვეტექსტები და რაღაცა, მაგრამ ხო, ძირითადი მეინსტრიმისგან განსხვავებით თვითონ ხშირად აქვს ნათქვამი, რომ ხარს უჭერს თემს და თემის უფლებებს. კაცი ჩუნაკა. არნოლდ შვარცნეგერი რო იყოს ელაი, გუნი გამისკდება. რატო? ძალიან საყვარლობა იქნება, არის? მიუხედავად იმისა, რომ ბოდიბილდერი არის და რაღაც ისეთი ძალიან მასკულინური. კონსერვატული პარტიის წევრი იყო და კალიფორნიის გუბერნატორი. კი, ხო. და მიუხედავად თავის პარტიის პოზიციისა, თვითონ მხარი დაუჭირა ერთი იმევის სქესის მქონე ადამიანების ქორწინებას. Cool, მაგარია. ხო, ელაი არის. გამოვიწყოთ ჩემი ჯერი რო იყო. ირაკლი რუხაძე. მე ვიცი. წესით უნდა იყოს. queer ელაია. ოჯახიდან გამომდინარე. მაგრამ სამწუხაროდ ყველა მშობელი არ უჭერს ირაკლი ხო. თავის შვილს მხარს და ნუ ზოგადად განსხვავებით რობერტ დე ნიროსგან, რომელიც ძალიან ხარდამჭერია თავისი შვილით. ეს არამხოლოდ queer ელაი არ არის, პირიქით პროპაგანდას აწარმოებს. კი ბატონო. ადამიანების წინააღმდეგ. ამიტომ დავუკუჭოთ და გადააგდეთ შორს, რომ ილონ მასკი გადააგდე მე ეს. მარკ რუფალოს ისე გაინაზე რომ უეჭველი queer ელაი. ეს არის ტოპ ადამიანი, რომელიც ანუ ფემინისტიც არის. queer მხარდამჭერიც არის და სუპოსტებს პალესტინის მხარდამჭერიც არის. ტრამპის მოწინააღმდეგე, ანუ ადამიანი არის უნაკლო, თან არის ულამაზესი, უკარგესი მსახიობი და მინდა რომ ცოლად გავყვე. ძალიან მიყვარს. სამოჭაელი. და იქ ხმა მიაწვდინოთ.
ან ტოპ ადამიანი, მართლა აი რა აი ხმას მივაწვდნენ ნონა. ანუ გთხოვ გიყვარდეს მარკ რუფალო. შევიყვარე. პოლო. ამას აქ გავიკროვ შუბს. ლელა ჭურჭომია, ქუიორელაი არის, ლელა ჭურჭომიაც შრომია აზრით. მაგრამ ესე რამე განცხადებოდა საჯარო პოზიცია. დრედბოლზე იყო კი. კი, ეგელაია. ხო, ნუ ქუიორელაი არის. კი. საკმაოდ ბევრი ქართველი. დავთავდა. საკმაოდ ბევრი ქართველი ქუიორელაი ადამიანი ყარლია. ბევრი არ ვიცი, მაგრამ საკმაოდ რაოდენობის. ხო, ანუ ვინც არის ხარისხობრივად საკმარისი არის. იგივეს ურავნელი მაგალითად. ეგ არის. მე მაინც მგონია რომ ამ რაც ამოვიღეთ ახლა ჩვენ ამ ყველა რო შეკრება მარკ რუფალო არის საუკეთესო ადამიანი, იმიტომ რომ მან თქვენს ვიღაცა არის როცა ქუიარელაი, მაგრამ რაღაცა მოიკოჭლებს იქ პალესტინას არასაფართებს, იქ რაღაცა ირანზე არ აქვს კომენტარები და ასე შემდეგ რა. ხო და მარკ რუფალო არის აი როგორი უნდა იყოს საერთაშორისო მოქალაქე ეგეთი ადამიანი და მე მინდა რომ ჩვენც ეგეთები ვიყოთ. ჩვენც თუ ჩვენი სელებრიტებიც ჩვენ როგორც სელებრიტები. ჩვენ დავიწყოთ და მე იქნებ მოგბაძა. ხო. ხო, ქართველი მეტი არ მოხსენდება არავინ და თუ ვინმე თქვენ გახსენდებათ კომენტარებში დაგვიწერეთ. პირადად ყველას მადლობას გადავუხდი, იმიტომ რომ საქართველოში ძალიან საფრთხილო არის პოზიციის საჯარო დაფიქსირება და მადლობელი უნდა ვიყოთ ესეთი ადამიანების მიმართ. დამთავრდა ჩვენი თამაში და შემდეგ თამაშად შემოგთავაზებთ შემდეგ ვიდეოში. ეს მარკ რუფალო.